მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლას ესეთ შეკითხვაზე, თუ რა არის ის, რასაც ვერ ამჩნევთ თქვენს გარშემო. და სანამ გაშლას გავაკეთებ, მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, თქვენი ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, იმ უკავშირისთვის და იმ ძალიან დიდი სიყვარულისთვის და ნდობისთვის, რომელსაც მიზიარებთ ხოლმე. ყოველდღიურად, როცა ვიდეოს ვიდებ ხოლმე. კარგით, ახლა დავიწყებ საჯარო გაშლას. და როგორც ვთქვით, გაშლის თემა იქნება რა არის ის, რასაც ვერ ამჩნევთ თქვენს გარშემო, რასაც თქვათ ვერაცნობიერებთ, თუნდაც ასე ვთქვათ. რა არის, რასაც ვერ ამჩნევთ, ვერაცნობიერებთ. მოკლედ, აქ ესეთი ამბავი გვაქვს, რომ იმას, რასაც ვერ ამჩნევთ, არის ის, რომ ზედმეტად გადასული ხართ თავდაცვით პოზიციაში. ზედმეტად ბევრ ადამიანს ცდილობთ, რომ შემოუფრთხოთ გზები თქვენს გარშემო, ანუ ჩამოიშოროთ გარკვეულწილად. თითქოს ისეთი განწყობა ჩანს თქვენგან, რომ აიცი, ვთქვათ, ვიღაცას რომ შეეშლება, всё, ეს წავა ჩემი ცხოვრებიდან, ესეც წავა, ამასაც გაუშვებ, შეგეშალა, всё, კი არ გაპატიებ, ან კი არ მოვაგვარებ, всё, წადი ეკრევე. რაღაცა ესეთი პერიოდი შეიძლება გქონდეთ, ზედმეტად გაცივებული და გახისტებული შეიძლება იყოთ ურთიერთობებში, ზედმეტად სწრაფად შეიძლება ასრულებდეთ ურთიერთობებს. ასევე ვხედავ იმას, რომ შეიძლება გქონდეთ ნდობის პრობლემები, შეიძლება არ იყავით ესეთი, მაგრამ გახდით ეჭვიანი ბუნების ადამიანი, ეჭვიანი მაინც და მაინც პარტნიორთან მიმართებაში კი არა, ზოგადად ცხოვრებისეულოდ ვეღარავის ვეღარ ენდობით მარტივად და გარკვეულწილად ეგ შემიძლია გითხრათ, რომ დიდ პრობლემას გიქმნით, იმიტომ რომ სულიერ სიმშვიდეს ვეღარ პოულობთ და სულ გაქვთ შინაგანი შფოთვა, რომ იქნებ ახლა ეს მატყუებს, იქნებ გულწრფელი არ არის, იქნებ და აი ძალიან ბევრი კითხვა, ძალიან ბევრი ეჭვი, აი ვერასოდეს ვერ მოდუნდით, თითქოს ვერასდროს ვერ ამოისუნთქეთ და აი ეს არის რეალურად ახლა ტაროს სათქმელი, რასაც ვერ ამჩნევთ, რომ თქვენ უნდა ისწავლოთ რეალურად ის, რომ კი შეიძლება ვიღაცებს შეეშალათ, შეიძლება რაღაც ბევრი უსამართლობა გადაგხსნათ თავს, კი ბატონო, მესმის, მართლა მესმის, მაგრამ ხო არიან ისეთი ადამიანები, ვინც თქვენს გვერდში დგანან და ერთი ადამიანი მაინც ხო არის ისეთი, ვინც არ მიგატოვათ სირთულეებში და კრიზისებში და აი ტარო გეუბნებათ მაგას, რომ დააფასეთ ის ადამიანები, ვინც თქვენთვის მართლა ღირებულსა და რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს და ტარო ამბობს, რომ ასეთი ადამიანები არიან თქვენ ცხოვრებაში და უბრალოდ გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება ამ ადამიანებთან ერთად. და ნუღა იქნებით ჩაციკლული იმ ნეგატიურ გამოცდილებებზე, რაც წარსულში გქონიათ და ტარო გეუბნებათ მაგასაც, რომ აი შინაგანი ალქიმია უნდა წამოიწყოთ და უნდა ისწავლოთ პატიება, გაშვება. ასევე ტარო იძახის იმას, რომ ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობები გაქვთ აღებული და ზედმეტად მე თვითონ ადამიანები გახდით. ისიც იმიტომ, რომ ვერავის ვერ ენდობით. იმიტომ, რომ სულ მაგის შიში გაქვთ, რომ აი თქვენ თუ მოდუნდებით და ყურადღებას თუ მოადუნებთ, გგონიათ, რომ აი სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავთ, ადამიანების ზრახვებს რაღაც თქვათ ვერ ჩატუდებით თუ რაღაც. მოკლედ შიში გაქვთ, რომ არ მოგატყუონ, შიში გაქვთ, რომ არ გამოგიყენონ, რომ არ მიგატოვონ. და რაღაცა ძალიან ისე ხართ რა, მეგობრულ ურთიერთობებშიც, პარტნიორთან მიმართებაშიც, ხო, ანუ ძალიან დიდი ემოციური სიშორე მე ესე დავარქმევდი და ემოციური მიუწვდომლობა, ემოციურად მიუწვდომელი ადამიანი გახდით თქვენ ძალიან ბევრი ადამიანისთვის და აი კი შინაგანად ძლიერები ხართ და კი ბატონო მართლა შეგიძლიათ რომ ამდენი რაღაცა თქვენ თავზე აიღოთ, მაგრამ ტარო გეუბნებათ რომ არც ამდენი აღარ არის საჭირო რა. და ასევე იძახის იმას, რომ თუ პატიებას არ ისწავლით, ბოლოს დარშებით საერთოდ მარტო. იმიტომ რომ ჩვენ მოვედით ზუსტად ადამიანები ამ პლანეტაზე
იმისთვის რომ რაღაც გამოცდილებები მივიღოთ და თქვენ შემთხვევაში სასწაული გაქვთ ის რომ უნდა ისწავლოთ პატიება და შემდგომ ესე გაშვება ადამიანების, ხო? იმიტომ რომ ყველას ეშლება, ანუ შეიძლება რაც გავნეს ადამიანებმა ის მაინც და მაინც განზრახ არ ყოფილა და შეეშალათ რა. ეგ არის, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც თქვენ და ჩვენ ყველანი და ნუ ითხოვთ ადამიანებისაგან სრულყოფილებას, ნუ ითხოვთ იმას, რომ თუნდაც მოინანიონ, იმიტომ რომ ვერ მოსთხოვ რა, ყველას ვერ მოსთხოვთ მაგას. რა დაგამშვიდებთ თქვენ სულს, რა დაამშვიდებს? თქვენ სულს რა დაამშვიდებს და უნდა გამოხვიდეთ illuziebიდან. კი. უნდა გამოხვიდეთ illuziebიდან, ცოტა უფრო აქტიურები უნდა გახდეთ, უფრო მეტი მიზნები, რაღაცა დიდი ამბიციური, ვთქვათ, გეგმები უნდა დასახოთ და ამ გეგმებისაკენ სვლა უნდა დაიწყოთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ძლიერი ბუნების ხალხი ხართ და ადამიანები და მართლა ბევრი რაღაცის მიღწევა შეგიძლიათ, უბრალოდ ამ მომენტისთვის აკეთებთ, როგორ იცი, რომ აი მე თვითონ წამოვიღებ, შენ რაღაცა ვთქვათ, არ დაგივარდეს და არ გამიტეხო. ანუ სულ აი პირობითად ვიძახი რა, უნდობლობა ყველას და ტარო გეუბნებით, უცოტა მოდუნდით, მოეშვით, ისწავლეთ ნდობა. აი მოგზაურობა თქვენთვის იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ აი რაღაცა ისე ჩანს, რომ თითქოს მოგზაურობის დროს შეიძლება რომ აი რას თქვენ იკურნებოდეს თქვენი სული, ხო? არ არის აუცილებელი ხა, მაგრამ თუ შეგიძლიათ უბრალოდ წახვიდეთ და იმოგზაუროთ, კი ბატონო, მაგრამ სხვა ქალაქში წადით, თქვათ, ხო? ან რაღაცა ქვეყნის სხვა მხარეში შიდა ექსკურსიები, რაც არის ხოლმე, ხო, იქ სცადეთ. თუნდაც მარტო წადით, სრულად უცნობ ადამიანებთან ერთად, ხო? ან თუნდაც უბრალოდ იყიდეთ ბილეთი და წადით სხვა ქალაქში, ხო? რატომაც არა? ესეთ რაღაცას ეძახის ტარო, რაღაცაი თითქოს მოძრაობა და მოძრაობა. ეს არის ისიც თქვენ ძალიან დაგეხმარებათ და ეს არის რა თქვენი ნაჭუჭიდან უნდა გამოხვიდეთ. ნაჭუჭი ვიძახი იმას, რომ შინაგანად რო ჩაკეტილები ხართ და თუნდაც ის რო არავის არ უშვებთ, აი უნდა შიგნიდან გარეთ უნდა გამოასხიოთ, ამას გეუბნევათ ტარო, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრ ისეთ თვისებას და უნარს ფლობთ, რის გამოც შეიძლება რომ ადამიანები გაფასებდნენ, პატივს გცემდნენ, გაღიარებდნენ და ეს უნდა გამოიტანოთ შიგნიდან გარეთ. ეხლა რო ეს ადამიანებს არ ენდობით და რაღაცა ძალიან ინტროვერტულად რო ცხოვრობთ, თქვენს აი ამ ღირსებებს მალავთ, ფუთავთ, თქვენს ძვირფას თვისებებს, რაც ხვებისთვის ესეთ დასაფასებელი შეიძლება იყოს და თქვენთვისაც სიკეთის მომტანი რო თქვათ ხვებისთვის სასარგებლო იყოთ. ეხლა ამ ყველაფერს მალავთ, ფუთავთ, თითქოს თქვენს ნაჭუჭში ხართ, სოროში, ასე ვთქვათ, შემძვრალი, ხო? ეხლა ცუდი შეტარება შეიძლება იყოს, მაგრამ მაგას გეუბნებათ ტარო, რომ გამოდით, გამოხატეთ თქვენი თავი, გამოაჩინეთ რეალურად ვინ ხართ და რა შეგიძლიათ და თქვენ თავს მიეცით შანსი. ამას გეუბნებათ ტარო და კიდე რა არის იცი, რომ თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იყო ძალიან დატრამვული და თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა და მე ხედავ, რომ ეს ჰიპერდამოუკიდებლობა, რაც ეხლა თქვენ გაქვთ, არის ზუსტად ამ ტრავმების გამო და ტარო მაგას გეუბნებათ, რომ შეიძლება იმ ყველაფერს, რასაც ვერ იღებდით, იმ ადამიანებისგან, ვისგანაც თქვათ, ითხოვდით ეგეთ დამოკიდებულებას, შეიძლება მათგან არა, მაგრამ სხვა ადამიანმა, ან სხვა ადამიანებმა დაგიკომპენსირონ ის ემოციური შივშილი, რასაც თქვათ, მანამდე რომ განიცდით და მე ვხედავ, რომ განიცდით, იმიტომ რომ აქ ისეთი ვარიანტი იყო, რომ მართლა ბევრი რაღაც გაქვთ გადატანილი, მართლა ბევრ რაღაცას შეეჯახეთ, რისთვისაც იყავით თუ არ იყავით, იმისათვის ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ ძალიან გავნოთ და ძალიან გადკინათ მაგ ყველაფერმა რა და რაც არ უნდა იყოს, რჩევა არის ეს, რომ მიეცით თქვენ თავს იმის შანსი, რომ უბრალოდ ცხოვრებით დატკბეთ, ეცადეთ მაინც და ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ, წარმატებები გისურვოთ და ლაიქებში, კომენტარებში გელოდებით. პირადი კონსულტაციებისთვის 511 14 91 78. აბა ბედნიერად და ნახვამდის.